დავიწყებული გმირები ყავს საქართველოს მთელი რიგი სხვადასხვა გარემოების გამო. ზოგ შემთხვევაში თქვა აქ დანაშაული ჩვენიც არის ისტორიკოსების რომლებმაც თქვა გარკვეულ პერიოდში გარკვეულწილად ეს ადამიანები არც თუ ისე პოზიტიურად შევაფასეთ, იმიტომ რომ იმ პერიოდის თქვა ზოგად განწყობებს და საისტორიო ტენდენციებს მათი მოღვაწეობა, მათი ცხოვრების გზა არ ემთხვეოდა. ზოგიერთ შემთხვევაში იმიტომ რომ თქვა უბრალოდ თავად ეს პიროვნებები იყვნენ იმ პერიოდის, როცა ისინი მოღვაწეობდნენ მმართველების, მეფეების, ოპონენტები და შესაბამისად არ წყალობდათ ისტორიკოსები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანებმა უდიდესი გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაშიც და შეიძლება ესე ითქვას მსოფლიო ისტორიაშიც. ამ პიროვნებათაგან გამოვარჩევდი სამს. ეს არის ცნობილი ლიპარი დიდი ბაღვაში, ლიპარით მეოთხე წოდებული. ეს არის სარგის ჯაყელი, ციხის ჯვარელი და ეს არის გივი ამილახვარი. ლიპარით ბაღვაში სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს უკანასკნელი ბრძოლები ბიზანტიისაგან მისი დამოუკიდებლობისათვის. ლიპარით ბაღვაში არის ის ისტორიულად აღიარებული პიროვნება, რომელმაც სასტიკი მარცხი აწუნია და აგემა ვიკინგებს და თან ვიკინგები ძალიან სერიოზულ სამხედრო შენაერთს. ლიპარით ბაღვაში არის ის ადამიანი, რომელიც მთელი ბიზანტიის იმპერიის არმიას სარდლობდა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ და მან თურქ-სელჩუკთა ექსპანსია დაახლოებით 20 წლით შეაჩერა. ლიპარით ბაღვაში იყო ის პიროვნება, რომელმაც ერთხელ თბილისის ამირა ხელთ იგდოდა პრაქტიკულად თბილისის განთავისუფლებამდე 90 წლით ადრე გააჩინა იმ შესაძლებლობა, რომ თბილისი მართლა განთავისუფლებულიყო და საქართველოს დაბრუნებოდა და მეორედ პრაქტიკულად ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი და თუ რატომ რა მოხდა, როგორ მოხდა, რამ გამოიწვია მისი დაპირისპირება საქართველოს სამეფო კართან იმ პერიოდის თქვა ქართული ელიტის ერთ ნაწილთან და მეფე ბაგრატ მეოთხესთან. ამ ყველაფერზე ალბათ მსჯელობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ლიპარით ბაღვაშზე როგორც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ მის ღვაწლს საქართველოს ისტორიიდან ვერ წავშლით და ეს ლიპარით ბაღვაში სხვათა შორის იყო იმ უდიდესი ქართველის მეგობარი და ბოლოს ასე ვთქვათ, თანამოაზრე და თანამოღვაწე, რომელმა უდიდესმა ქართველმაც გაზარდა მთელი დავით აღმაშენებლის დასი და რომელი ქართველის მიერ თარგმნილ სახარებასაც დღეს ჩვენს ტაძრებში ვკითხულობთ. გულისხმობ გიორგი მთაწმინდას. ლიპარით ბაღვაში ეს იგივე გიორგი მთაწმინდელის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი მამა ანტონია. ასე რომ ამ ადამიანზე ალბათ მსჯელობა გახსენება უპრიან იქნება. ასევე ძალიან დიდი პიროვნება იყო სარგის ჯაყელი, ციხის ჯვარელი. სარგის ჯაყელი, ციხის ჯვარელის სახელთან ერთის მხრივ დაკავშირებულია მესხეთის ხასინჯუს სტატუსით ცალკე ერთეულად დაფიქსირება გარკვეული პერიოდით. მეორე მხრივ ეს ნიშნავდა, რომ საქართველოს 1/3-ზე მეტი ყოველგვარი მონღოლური გადასახადებისგან გათავისუფლდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავის სიცოცხლის უდიდესი ნაწილი შესწირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მისი გადარჩენილია დავითულუ, დემეტრე თავდადებულის მამაზეა საუბარი, მისი ღვაწლი და მისი ბრძოლა მონღოლების წინააღმდეგ არ შეჩერებულა პრაქტიკულად არასდროს და მიუხედავად იმისა, რომ ჰულაგუიანი ყაენები მას ფრიად წყალობდნენ, სიკვდილის წინ სარგის ჯაყელი კიდევ ერთხელ აუჯანყდა მონღოლებს და შემთხვევით არ იყო, რომ უდიდესი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე როდესაც თავის ცნობილ ლექსს უძღვნიდა სარგის ჯაყელს, ციხის ჯვარელს, ბოლოს ესე ამთავრებდა სიტყვა გეკუთვნის სარგის ჯაყელო. საქართველოს ისტორიის წინაშე, როცა ტიციან ტაბიძე, გმირი ტიციან ტაბიძე ვინმეს ანიჭებდა სიტყვის უფლებას, უყუდავი სიტყვის უფლებას, ალბათ ამ ადამიანის გახსენება და არ დავიწყება უდიდესი და უმნიშვნელოვანესი. გივი ამილახვარი ეს იყო მე-18 საუკუნის მოღვაწე ქართველი. ასევე მივიწყებული გმირი.
ადამიანი, რომლის დამსახურებაც არის სწორედ, რომ 138-140 წლიანი პაუზის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით აღდგა მეფობა, რომ 140 წლის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში ქრისტიანული წესით მეფეთ აკურთხეს თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე. გივი ამილახვარი იყო ადამიანი, რომელსაც უამრავი ბრძოლა აქვს მოგებული პრაქტიკულად უძლეველი ნადირშახისთვის. 1000-ზე მეტ ბრძოლაში აქვს მოპოვებული გამარჯვება. ეს იყო კაცი, რომელიც სხვადასხვა დროს და პარალელურად პრაქტიკულად ებრძოდა ოსმალეთის იმპერიასაც, ყიზილბაშურ ირანსაც, შიდა მტრებსაც, გარე მტრებსაც და ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად დაკარგული საქართველო ისევ სოფლიოსთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოდ აღედგინა. გივი ამილახვრის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ეს ის ხანაა, როდესაც უკვე საქართველოზე ისევ ალაპარაკდა ევროპული საზოგადოება. გივი ამილახვარი იყო ქაშვეთის იმ ცნობილი ტაძრის ამშენებელი, რომელიც იდგა დღევანდელი ქაშვეთის ადგილას მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად თავისი ქველმოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთში დღემდე მოღწეული ტაძრების გადარჩენაში, ქართველი ახალგაზრდების აღზრდაში, მათთვის განათლების მიცემასაც და შემწეობაშიც და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა უდიდესი ეპოქა და შესაბამისად ამ კაცის, ამ სოფლიო მნიშვნელობის პიროვნების ღვაწლი გარკვეულწილად მივიწყებულია. ჩვენ გვყავს კიდევ უფრო შეიძლება ნაკლები მასშტაბის, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის გმირები, რომელთა მსგავს მაგალითებზე, მაგალითად უცხოელები დიდ ფილმებს იღებენ. დავიწყებული გმირებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული პიროვნება ლიპარიტ მეოთხე ბაღვაშია. ლიპარიტ მეოთხე ბაღვაში იყო კაცი, რომელმაც ითავა რეალურად საქართველოს მართვა ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვნების დროს. 1028 წელს ბიზანტიის არმია შემოიჭრა, რომელსაც სურდა რომ ტაო-კლარჯეთი ისევ გამოეყო და ჩამოეჭა საქართველოსთვის და იქ ბაგრატიონების სხვა წარმომადგენელი დაესვა მეფედ. ამ ჯარს მეთაურობდა ვინმე პარკიმანოს პროედრიოსი, მესხ დიდებულთა დიდი ნაწილი გადავიდა ბიზანტიის მხარეს და სწორედ ამ დროს ლიპარიტ ბაღვაშმა თავის ოჯახის წევრებთან ერთად სადღაც ტაჩისკართან შეაჩერა მტერი, უკუ დაახევინა, აქ დიდი როლი ითამაშა ამავე პროცესში საბამ ტბევარმა. საბამ ტბევარზე ალბათ სხვა დროს გვექნება როგორც დავიწყებულ გმირზე საუბარი, მაგრამ თავარი ის იყო, რომ უკვე ბაგრატის ბავშვობაში მან საქართველო გადაარჩინა. ძალიან მალე ლიპარიტმა დაამარცხა ეკლესიასთან ბრძოლაში განჯის ამირა ფადლონი, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანის სერიოზულ ნაწილს აკონტროლებდა და ის ისევ ყმადნაფიცობის პრინციპით მცირეწლოვან ბაგრატს დაუქვემდებარა. ხოლო 1032 წელს, როდესაც ბაგრატი მეოთხე ჯერ კიდევ 14 წლის ბიჭი იყო, ივანე აბაზაძესთან ერთად, ეს ივანე აბაზაძე იყო მაშინ ქართლის ერისთავი, შეიპყრო თბილისის ამირა ჯაფარი, მოგვარა ბაგრატს და ჯაფარი მზად იყო, რომ თბილისი და თბილისის საამირო მთლიანად საქართველოს სამეფოსთვის დაექვემდებარებინა. მაგრამ ლიპარიტის მოშურნეებზე აყოლით ბაგრატი გაურიგდა ჯაფარს, გაანთავისუფლა და თბილისს დაუბრუნა. ეს წყენა ლიპარიტმა ასე ვთქვათ დაივიწყა. 5 წლის შემდეგ შეუამხანაგდა და უმეგობდა კახეთ ჰერეთის მაშინელ მეფეს კვირიკეს ალავერდის ამშენებელი კვირიკია და მასზე ალბათ ცალკე არ ეკიდებს სასაუბრო და კვირიკეს ჯარით თავისი მხედრობითა და ბაგრატის დაქვემდებარებაში მყოფი მხედრობით ალყა დაარტყეს თბილისსა და ერთხელ და სამუდამოდ თბილისი საქართველოსთვის დაეუბრუნებინათ. ეს იყო 1027 წელი, 2 წელი გაგრძელდა ალყა. თრიალეთის მხრიდან თბილისს 15000 კაცით, ასე ვთქვათ, უტევდა ლიპარიტი. ყველაფერი უკვე იქამდე იყო მისული, რომ თბილისის ამირა გაქცევას აპირებდა. თავისი ხარამხანა გაუშვა ქალაქიდან, ქონება გააპარა და თვითონაც უკვე გარბოდა. როდესაც რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს. სულეთ შემთხვევით ღალატით მოკლეს კვირიკე,
კახეთის მმართველი, რომლის ჯარიც, ასე ვთქვათ, მკვრის მარცხენა ნახევრიდან, ნაწილიდან აპირებდა, ასე ვთქვათ, კეტავდა თბილისს და აპირებდა თბილისის შემოსვლას, ამით ისარგებლა ბაგრატ მეოთხემ, ისე რომ არაფერი უთხრა ლიპარიტს, ჩუმად გაურიგდა თბილისის ამირა ჯაფარს, დატოვა ისე ხმადამბიცობის პრინციპით თბილისის ამირად და შეიჭრა კახეთში და როდესაც კახეთის ჯარი თბილისის გათავისუფლებას აპირებდა ერთიან ქართულ არმიასთან ერთად, მან დაიწყო კახეთის აწიოკება, ძარცვა, იავარქმნა, რასაც შედეგად მოყვა, რა თქმა უნდა, კახელების უკან დაბრუნება, ბაგრატი დამარცხდა და დაისაჯა ძარცვის დროს და თბილისის დაბრუნება ისევ წყალში ჩაიყარა. ეს უკვე ისეთი რამე იყო, ხა ბაგრატი აღარ იყო 14 წლის ბავშვი, უკვე 19 წლის კაცი იყო, როდესაც ალყა დაიწყო და როცა ეს ჩაიდინა 21 წლსაც და ლიპარიტი განუთხა. უბრალოდ განუცხადა, რომ ის მასთან ვერ ითანამშრომლებდა, მასთან ერთად ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ იყო მათ შორის დაპირისპირება ერთი პერიოდი ალტერნატიული მეფის გიორგი პირველის მეორე შვილის გამეფებასაც კი ფიქრობდა ლიპარიტი, მაგრამ გადაიფიქრა, შეურიგდა ბაგრატ მეოთხეს, რადგან სჯობდა, რომ საქართველოს მაინც დარჩენილი იყო, ხო შემთხვევაში კახეთ-ერეთის გარდა ერთიანი ქვეყანა იყო და ის კანონიერი მეფე ვინც იყო, ის ყოლოდა თუ კი თქვათ ნორმალურ და წესიერ გზას დაადგებოდა. ამის შემდეგ ისარგებლა ერთვენიერ დღეს, როდესაც ლიპარიტი იმყოფებოდა ბიზანტიაში, ლიპარიტი ბიზანტიაში ხშირად იმყოფებოდა, იმიტომ რომ ეს არის სხვათა შორის კონსტანტინე მონომახის იმპერატორობის პერიოდის ცნობილი იმპერატორი იყო ბიზანტიის და ამ პერიოდში ძალზედ ხშირად ბიზანტიის არმიას სელჩუკებთან და არა მარტო სელჩუკების წინააღმდეგ მთავარ სარდლობდა სწორედ დიდი ლიპარიტ ბაღვაში, იმიტომ რომ ის მართლა სახელოვანი სარდალი იყო, კაცი, რომელმაც მანამდე საქართველოს იხსნა ბიზანტიის ოკუპაციისაგან, იმდენად დიდი პიროვნებაც იყო და დიპლომატი, რომ ბიზანტია მას თელს თავის არმიასაც კი ანდობდა. ამით ისარგებლა ბაგრატმა თავს დაესხა ლიპარიტის ასე ვთქვათ სახლს კლდეკარში და ცოლი გაუუპატიურა. ამას რა თქმა უნდა მოყვა უკურეაქცია. ეს არის დაახლოებით 1045-47 წლები და არადა საქართველოსთვის მართლა კაი სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ თბილისელებმა თავისით გადააყენეს უკვე ამირა და ბაგრატს გადმოსცეს ანიში სამეფო დინასტიამ შეწყვიტა არსებობა და ანისელებმაც ბაგრატ გადმოსცეს ქვეყანა, მაგრამ ხან ლიპარიტს ცოლი გაუპატიურა ბაგრატმა და ვერ შეარჩენდა და დაუპირისპირდა. დაუპირისპირდა, რა თქმა უნდა, ბაგრატმა მოიხმო ბიზანტიიდან სამხედრო ძალები და პირველ რიგში ვიკინგები, ეგრეთ წოდებული ვარანგნი. ვიკინგები 3000-იან კაციან სერიოზული რაზმი და წავიდა ბრძოლები სასირეთის ჭალაში სასტიკად დაამარცხა ლიპარიტმა ვიკინგების ჯარის სათავეში მდგომი ბაგრატი ქუდმოხტილია ახლა, რა თქმა უნდა, ამაზე არაფერი არ უპასუხია. გადავიდა ქუთაისშიო და ასე თქვა ჩურიძე, იმიტომ რომ დედამისი თან დაიჭირა საქმეო, როგორც მეუბნება წყარო, მაგრამ საინტერესოა სხვა შორის ამ ვიკინგებს როგორ მოექცა, რომ აქ რატო შემოხვედითო პური გინდათო საქართველოს ტერიტორიიდან ბიზანტიის საზღვრამდე ვიკინგების დამარცხებულ ჯარს წინ მიუძღოდა ურემი, რომლიდანაც ფქვილს უყრიდნენ წინ, მოწოდებით რომ მიდი და ძოვეთ ესო. და აი ესე თავლაფს დასხმულები გაუშვა ეს იმ პერიოდის ევროპაში სახელგანთქმული ვიკინგები საქართველოსთან ლიპარიტმა. ამის შემდეგ ლიპარიტ ბაღვაში მიეშურება ისე ბიზანტიაში, იმიტომ დაიწყო თურქ-სელჩუკთა ბელადის თოღრულ-ბეგის დიდი ექსპანსია დასავლეთისკენ. ის სარდლობდა არმიას და რამდენჯერმე დაამარცხა კიდევაც სელჩუკები, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლის წინ მას მოუკლეს დიშვილი, რამაც მასზე იმოქმედა, ძალიან ღრმა შეეჭა მტრის განლაგებაში, იქ მოღალატე უპირებდა შუბის ასე ვთქვათ ზურგში ჩაცემას აიცილა, მაგრამ ცხენი დაეღუპა, მიხვდა რომ უკვე მტრის გარემოცვიდა ვერ გამოვიდოდა და ფარზე დაждაო, როგორც ძველი სპარტელები აკეთებდნენ ხოლმე. და დაიწყო ღრიალი, რომ ლიპარიტი ვარ ბაღვაშიო, ბრძოლა შეწყდა, სელჩუკებმაც იწოდა, რომ იყო ვინმე დიდი ლიპარიტ ბაღვაში. აახლეს თოღრულ-ბეგს. ესო კონსტანტინე მონომახმა გაიგო, ბიზანტიის ხაზინა გამოუგზავნა სელჩუკთა სულთანს ლიპარიტის გამოსახსნელად. გადის რაღაცა დრო, იხსნება კონსტანტინოპოლში სამეფო კარი და შემოდის ლიპარიტ ბაღვაში იმ საგანძურთან ერთად და წერილი თოღრულ-ბეგისა, სადაც წერია, რომ მე ამ კაცმა დამარწმუნა, რომ ომს ჯობ ზავი, რომ აბრეშუმის გზამ
განაახლოს ფუნქციონირება, ეს უკეთესი იქნება, ამიტომ მე ყველანაირ ომებს ვწყვეტ და ჩემს ელჩად ჩემი მტერი ლიპარიტ ბაღვაში მიმაჩნიაო და ნიშნად კეთილგანწყობისა მთელს მის გამოსასყიდად გამოგზავნილ საგანძურს უკან უბრუნებ იმპერიასო. თქო თავად განსაჯეს რა დონის მოღვაწე იყო როგორც დიპლომატი, რომ აბსოლუტურად უფასოდ მტერი, რომელსაც თქვა ხმლით ვერ გასწოდა, დიალოგით, ენით გადამოიყვანა იმ აზრზე, რომ სხვათა შორის თოღრულბეგის სიკვდილამდე 60-იან წლებამდე აღარ არსოდეს ბიზანტიისკენ და კავკასიისკენ სელჩუკებს აღარ შემოუტევიან. ნამდვილ სახდება საქართველოში. ისევ აუციოკებია ლიპარიტ ბაღვაშის ოჯახი ბაგრატ მეოთხეს. დაბრუნდა ლიპარიტი, ბაგრატი განდევნა საქართველოს და მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს კახეთ-ერეთის გარდა დაიმორჩილა, მაგრამ მეფობა კი არ გააუქმა. ბაგრატის ვაჟი დასვა მმართველად გიორგი და ბებია დაუყენა აღმოსდელად. ამის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორის ისევ და ისევ კონსტანტინე მონომახის შუამავლობით მოხდა შერიგება ბაგრატს და ლიპარიტს შორის. კურაპალატის ტიტული მიანიჭეს ლიპარიტსაც, ის იყო მთელი მესხეთის მმართველი. პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილსაც განაგებდა შიდა ქართლის ერისთავიც, მაგრამ ლიპარიტი თავს არ ერიცხავდა, არერიდებოდა, თქვა და არ იყო შიში ჩეპყრობილი, რომ რაღაცას მოუწყობდნენ. და სულა კალმახის ერისთავმა, რომელსაც პირადი შუღლი ჰქონდა ლიპარიტთან, ეს ისტორია და კალმახის ერისთავები ალბათ კიდევ ცალკე მოსახოლი ერთ-ერთი ნადირობისას ლიპარიტი შეიპყრო მიგვარა ბაგრატს უბრალოდ გაუცვალა ციხის ჯვრის ციხეში. ლიპარიტმა ითხოვა, რომ გაეშვათ ბიზანტიაში ბერად და გადის წლები. ეს იყო 1057-58 წლები. გადის წლები 1060-65 წლებში საქართველოში იმყოფებოდა დიდი გიორგი მთაწმინდელი, 80 მოწაფე, ასე ვთქვათ, შემოიკრიბა მან, მათ შორის არსენი ხალთოელი, გიორგი ჭყონდიდელი, მათ შორის იყო იოანე პეტრიცი. ეს ჭაბუკნი წაიყვანა ათონში აღსაზრდელად, 65-ში თავად გარდაიცვალა და აი ამ დავით აღმაშენებლის საქართველოს შემქმნელი აღმაშენებელი მამების აღმსდელად ათონში მათ დახვდა და აღუზარდა მომავალ საქართველოს ლიპარიტ ყოფილმა ბერმა, ძმადნაფიცმა და მეგობარმა დიდი გიორგი მთაწმინდელისა, მამა ანტონიმ, რომელიც მანამდე სწორედ ეს ლიპარიტი იყო, რასაც ვერ გასწოდა ხმლით საქართველოსთვის, ვერ გასწოდა დიპლომატიით, იმიტომ რომ აქ უარგისი მეფე იყო, საქართველოს კი არა უმხედა და სულიერებით, ლოცვით, ეკლესიით და ათონით მაინც მისცა საქართველოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი უდიდესი მამა, ვინც აი დავით აღმაშენებლის დასი აღუზარდა საქართველოს, სწორედ ლიპარიტ ბაღვაში იყო, ანტონად წოდებული.